დავბრუნდით რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ძალიან მალე ჩვენ გიჩვენებთ კადრებს ახლა რა ხდება ამ დროისთვის ზუგდიდში იქ იკრიბებიან პროტესტის მონაქციის მონაწილეები თქვენიცით რომ ზუგდიდი არის პროტესტის ერთ-ერთი ადგილი ცენტრი აი პროევროპული აქციის დაწყების პირველივე დღეებიდან თქვენ ხედავთ გუბერნიის წინ რა ვითარებაა იქ მიტანილია სკამები სადაც დაალაგეს პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირების ფოტოები ასევე იქ იგეგმება ყველა იმ ადამიანის შეკრება, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, ასევე იქნება სიტყვით გამოსვლები და საუბარი არსებული ვითარების შესახებ. ასეთი არის ახლა ვითარება ზუგდიდის ცენტრში, როგორც გითხარით, გუბერნიის წინ განთავსებული არის პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა პირის ფოტო და ამით არის გამოხატული, აღწერილია ერთგვარად ის ვითარება და ის კრიზისი, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში ამ დაკავებების შედეგად. ჩვენ ახლა დავიწყებთ ლაპარაკს გადაცემის შემდეგ სტუმართან ამ ნაწილში ჩვენი ეთერის ჩვენ დაველაპარაკებით ვიქტორ ყიფიანს, როგორც დავაანონსე, ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCases გამგეობის თავმჯდომარე იმყოფება ჩემთან ერთად. ბატონ ვიქტორ, მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. მოდი დავიწყოთ საუბარი, აი სწორედ იმ სურათით, ახლა ამასაც ეხმაურებოდა ის ამბავი, რომელიც ზუგდიდში შესთავაზა საზოგადოებას ადგილზე პროტესტის მონაწილეებმა 8 დაკავებული ოპოზიციონერი 6 კვირის განმავლობაში. აი თქვენთვის რისი ნიშანია ეს სურათი და როგორ შეგიძლიათ აღწეროთ ვითარება ქვეყანაში აი ამ სურათის გათვალისწინებით? ისიც ალბათ ჩემი მხრიდან ძალიან რთული იქნება რაღაც თვისობრივად ახალი შეფასება მივცე ჩვენ ეს დაკავებები უნდა დავინახოთ ალბათ ზოგადი სურათის კონტექსტში და ჩემი აზრით ზოგადი სურათის კონტექსტი ძალიან კარგად გამოჩნდა დღეს პარლამენტში განვითარებული მოსმენის ფონზე. ამიტომ მინდა ცოტა ეს ვთქვათ გავავდიდო სურათი და კიდევ ერთხელ შევახსენო აუდიტორიას სად ვიმყოფებით ჩვენ და სწორედ ეს მოხსენება რომლითაც ქართული ოცნების პრემიერი დღეს წარდგა ამის ძალიან კარგი მაჩვენებელი არის ეს იყო მოხსენება ჩემი აზრით რომელმაც რამდენი რამე გვიჩვენა გარდა იმისა რომ მეთოდურად და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით ეს იყო ცალკარში გაკეთებული მოხსენება, ანუ პრემიერი ესაუბრებოდა საკუთარ ამომრჩეველს, პრემიერი ესაუბრებოდა საკუთარ პარტიას და პრემიერი ესაუბრებოდა საკუთარი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. აი აქეთ იყო, ეს იყო ძირითადად მისი მიმართვის აუდიტორია, მაგრამ ასევე რაც მნიშვნელოვანი არის, ჩვენ ორი მთავარი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ მისი გამოსვლა იყო იდეოლოგიური საფუძვლების ჩაყრა შემდგომი წნეხის გასაძლიერებლად და სწორედ აი თქვენ დაპატიმრებებზე ეკითხეთ და ეს იყო ეს თქვათ ამის შემდგომი მოვლენების მძაფრი სიუჟეტით განსავითარებლად გარკვეულწილად იდეოლოგიური საფუძვლების ჩაყრა და მეორე მე რამდენჯერმე ვთქვი და დავწერე ამის თაობაზე ეს არის შემზადება ნიადაგისა და საზოგადოებრივი აზრის, რომ ამ წლის განმავლობაში წლის ბოლო იქნება უშუალოდ ადგილობრივი არჩევნებამდე თუ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მაღალი ალბათობით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ეს იქნება საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების ოფიციალური დეკლარირება. აი ეს ყველაფერი რაც შეიძლება ეს არის ესეთი არის ჩემი დაშვება, ჩემი დასკვნა, მე შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა ინდიკატორები აქეთკენ მიმიტიკეს. მაგრამ ანა უფრო სავალალო შეიძლება იყო ის გამოხმაურებები და შეფასებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის მხრიდან. ეხლა ჩვენ ქართულმა ოცნებამ თავის განვითარებაში რამდენიმე ეტაპი განვლო. ეს იყო დეინსტიტუციონალიზაცია, დეინტელექტუალიზაცია, შემდეგ ჩვენ გარკვეულწილად ეს ვთქვათ შერაცხადობის თემებსაც შევეხეთ, მაგრამ აი დღეს ჩვენ რაც ვნახეთ განსაკუთრებით პარლამენტარების მხრიდან, აი სამედიცინო ტერმინი არის ესეთი დელირიუმი. რომელიც გონების თუ ტვინის ისეთ მდგომარეობას აღნიშნავს, როდესაც დაბინდული არის აზროვნება და გაწყვეტილი არის კავშირი რეალობასთან. ის გამოხმაურებები, რაც ჩვენ ვიხილეთ, ალბათ ასეთ კატეგორიაში შეიძლება ჩვენ მივანიჭოთ, როდესაც არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებსაც ეს თქვათ აი დეზორიენტირებული აქვთ, დეზორიენტირებული არიან სივრცეში, არა მარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთ. და მე შეიძლება ახლა ძალიან ისეთი შედარებაც მოვიტანო, მაგრამ თლიანობაში აზროვნების ასეთი სტილი ალბათ მიუთითებს იქეთკენ, რომ ეს ადამიანთა ჯგუფი იმ გზას ადგას, როდესაც აი ჩვენ ჩრდილოეთ კორეაში ხანდახან მსმენია ხშირად ასეთ იდეოლოგიურ მიმდევრობაზე ჩუჩხიზმი. თუ ქართული ვერსიის, ვთქვათ, ჩუჩხიზმის ქართული ვერსიის შემუშავება
დღის წესრიგში დადგა, ალბათ ჩვენ სხვადასხვა შეფასებებში სწორედ ეს ვიხილეთ და ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება გასართობი იყოს, შეიძლება თავშესაქცევი იყოს, მაგრამ როდესაც საუბარი არის ქვეყნის პარლამენტზე, რომლის მთავარი ფუნქცია არის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრება, რა თქმა უნდა, ასეთი შოუ-კეისი, ასეთი საჯარო ექსპოზიცია დელირიუმის, როგორც თქვი, რა თქმა უნდა, სავალალო ფაქტი არის და ძალიან სამწუხარო. და შესაძლებელია ითქვას, რომ აი როდესაც ჩვენ საუბრობთ ეროვნული საფრთხეების ნაირსახეობაზე, ის რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ასეთ საფრთხეების კატეგორია შეიძლება თამამად მიეკუთვნოს. კარგი. ბატონ ვიქტორ, ივანიშვილზე მინდა კითხოთ კონკრეტულად, ჩვენი მაყურებლისთვის არის ცნობილი, რომ ბრიტანეთმა დღეს ქართული ბიზნესისთვის სანქციებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო მითითებები გამოაქვეყნა, ძალიან დეტალურად ჩაშალა, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს, რომ არ დაზიანდეს ამ პროცესში, მაგრამ თქვა, რომ ეს არის მხარდაჭერა, ამავდროულად არის გაფრთხილებაც, ხომ? აი, რაზე რეაგირებს? ახლა ჩვენ ვიცით ივანიშვილის მგრძნობელობა ბრიტანულ სანქციებთან მიმართებით მისი ქონების განთავსებიდან, ნაწილის განთავსებიდან გამომდინარე. აი, რაზე რეაგირებს ახლა ივანიშვილი იგივე იმ გადაწყვეტილებებით, რის გამოც ის მუდმივ კრიტიკას იღებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. თქვენი დასკვნა რა არის ამ ვერ დავკავდები იმ თემაზე სპეკულირებით უშუალოდ მისი პიროვნული ახმა როგორი არის, მაგრამ მესამეც შემიძლია თქვენ კიდევ ერთხელ თქვენი ყურადღება შევარჩერო, როგორ არის სისტემა აგებული მართვის და თქვენ ახლა ბიზნესი ახსენეთ და თანდათანობით ბიზნესის მდგომარეობამდეც მივალ. ეხლა სხვა მეტი რა შეიძლება სხვა შორის ამ კონტექსტში ითქვას თუ არა ხელებზე ბორკილ დადებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ანუ ჩვენ როცა ინდიკატორებზე საუბრობდით რა და ჩვენ ვახსენეთ პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ნიშნი, თავისუფლება, აღკვეთილები, ეს ფოტო ჩვენთვის ძალიან ნიშანმეტყველი არის, რომ ამ სისტემამ თავის ევოლუციონირებაში გარკვეულწილად უკან დაუბრუნებლობის წერტილი, უკან მიუბრუნებლობის წერტილი გამო. სისტემა საკუთრივ არის აგებული, ერთხელ მithქვამს თქვენი ეთერის მეშვეობით, აი კლიენტელიზმის პრინციპზე. სამი ალბათ ფაქტორი განაპირობებს მის სიმტკიცეს შიგნიდან. ეს არის აღებიცემობა, ეს არის კომპრომატი და ეს არის დევნის შიში. აი ქართული ბიზნესიც, რომელიც ფაქტიურად სისტემამ დიდი ნაწილი ქართული ბიზნესის, ამ მნიშვნელოვანი ნაწილი, ახლა მე პროცენტული გაზომით ვერ დავკავდები, აი ამ სისტემის მორევში ჩართო და ფაქტიურად ის ნეეფსით უნებლიეთ ამ სისტემის მძევალი გახადა. ეხლა თქვენ ბრიტანული სანქციები ახსენეთ და ჩვენ ქართული ოცნების პრემიერის გამოსვლის გადმოსახედიდან, როდესაც ის ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრობდა, მდგრადობაზე, მედეგობაზე, პროგნოზირებაზე, ინვესტიციების მოზიდვის ჩვენ ახლა ამ კადრის მნახველი ინვესტორი, ხო? აი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ქართული ბიზნესის სათავეებთან მდგომი ადამიანები, ხო? აი ამის მნახველმა რა გადაწყვეტილება შეიძლება, რა გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება გახდეს? აი მე სწორედ მაგ მიმართულებით მინდოდა დაზრი განმევითარებია და რამდენიმე წუთს ვითხოვთ თქვენი ყურადღების, ესე იგი ერთი არის საკითხის პათეტიკური მხარე, როდესაც საუბარი არის ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც შექმნეს ქართული ბიზნესის სახე და იქცნენ მის ავიზიტობა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი ემოციური გზავნილი, მაგრამ მე მინდა ასევე პრაქტიკულ მდგენელზე გავაჩერო თქვენი ყურადღება ირაკლი კობახიძის გამოსვლიდან გამომდინარე, რა არის ბრიტანეთის იურისდიქცია, ახლა ქართული გადმოსახედიდან ეს არის სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი წარმატებული ბიზნესის საწარმოებლად. ეს არის ფულის აწევა და ბრიტანული პლატფორმა არის ერთ-ერთი წამყვანი ნიუ-იორკის შემდეგ ამ თვალსაზრისით, ლონდონი კერძოდ. ეს არის მართველი კანონმდებლობა და ჩემი კოლეგები პრაქტიკოსი იურისტები დამეთანხმებიან, რომ მეტწილად კონტრაქტები თუ ამერიკული სამართლით არა, ბრიტანული სამართლით იმართება და ეს არის იურისდიქცია, განჟადობა, დავების განხილვა. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან იურისდიქციას მიუხედავად მისი შედარებითი გეოგრაფიული მომცროობისა შემოაქვს ასეთი წნეხი ბიზნესის კუთხით და სანქციების კუთხით, რა თქმა უნდა, იქ საინვესტიციო მიმზიდველობაზე და იმიჯის კეთილხმოვანებაზე საუბარი ძალიან რთული არის. ამდენად ეს ის შემთხვევა არის, ახლა როდესაც ჩვენ ქართული ოცნების პრემიერის გამოსვლაზე ვისაუბრეთ და მის ეკონომიკურ შეფასებებზე და ამ ბრიტანულ სანქციებზე, აი ფიცინწამს და ბოლო მაკვირვებსო. არის განცხადებები, არის სურვილები, მაგრამ არის ამ სურვილების რეალიზების კონკრეტული მექანიზმები და როდესაც ჩვენ ასეთი კრიტიკული იურისდიქცია
ბიზნესის წარმოების კუთხით აი ასეთ გაფრთხილებას გაძლევს და ასეთ განზრახულობაზე საუბრობს, იქ წარმატებულ გრძელვადიან საინვესტიციო საქმიანობაზე საუბარი ძალიან რთული არის. ხო, აი კონკრეტული ქვეყნებიც ქონდა დასახელებული. კონკრეტულ ქვეყნებზეც იყო ლაპარაკი, ხო, იქ მაგალითად აი ამერიკასთან როგორ წარმოუდგენია, ევროპასთან დაკავშირებით და ჩინეთიც იყო ნახსენები, რომ ეს გაღრმავება არის მისი ინტერესი, ანაკლიის სპორტიც ახსენა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ თავსებადი არ არის ის რიტორიკა, რაც აქვს ქართულ ოცნებას იმ გაცხადებულ გეგმასთან მიმართებით, რაზეც არის საუბარი, რომ არ არის თავსებადი ქართული ოცნების გადაწყვეტილებები, პოლიტიკა, მათი რიტორიკა საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ მომავალთან, კარგ ბიზნეს კლიმატთან და შესაბამის გარემოსთან. თუ თქვენ ბიზნესზე მეკითხებით და თუ ეკონომიკურ სისტემაზე, პოლიტიკა ხო კავშირშია ერთად. რა თქმა უნდა, ეკონომიკა არის ერთიანი პოლიტიკური ეროვნული უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილი. არ არსებობს ცალკე ეკონომიკური უსაფრთხოება და ეკონომიკური უსაფრთხოება სწორედ არის ეკონომიკური განვითარების, მისი მდგრადი, პროგნოზირებადი განვითარების ერთ-ერთი ნიშანსვეტი. ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. საქართველოს მდგომარეობაში ყოფი ქვეყნებისათვის სხვა სავიზიტო ბარათი გლობალურ ბიზნესში, მდგრადობაში, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში გარდა ღიაობისა, გარდა თამაშის, გასაგები და გამჭვირვალე წესებისა არ არსებობს. ის რითაც ბატონები არიან დაკავებული ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის შექმნა სანახევრო. იყო ყოველ შემთხვევაში მცდელობა შექმნა სანახევრო დემოკრატია და სანახევრო ეკონომიკური თავისუფლება. დღეს უკვე ჩვენ ისეთ ზღვარს მივახლოვდით, რომ ამ სანახევრობაზეც საუბარი არ არის, ამ განახევრებაზეც საუბარი არ არის და ამიტომაც ჩემში რბილად რო თქვა ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს. ის მოლოდინები, რომლებიც დღეს დაისახა, ის მოლოდინები, რომლებსაც დღეს ტაშს უკრავდნენ ასეთი ეგზალტირებული შეფასებები პარლამენტის წევრები, აი თქვენ მეწმუნეთ, რომ ჩვენ რაღაც დროის შემდეგ თუ ამ ვითარებაში მოგვიწია საქმიანობა და შეხვედრები და ამ ვითარებამ შემდგომი განვითარება პოვა მისი გაუარესების კუთხით, აი კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით ამ პროგნოზებს, კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით ამ მოლოდინებს და დავასვით, რომ ეს ყველაფერი იყო ფუჭი მოლოდინი და ძალიან ისე ვთქვათ ისეთი ილუზორულ ესე ვთქვათ წარმოდგენებზე გასროლილი განცხადებები. ბატონ ვიქტორ, თქვენ ხშირად გისაუბრიათ აი ამ ვითარებიდან გამოსვლის გზებზე სამავდროულად, ხო, რა შეიძლება იყოს აქედან გამოსვლის გზა, მაგრამ ჩვენ აი საუბრის დაწყებამდე აღვნიშნეთ, რომ კიდევ უფრო აი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ანუ ყველა შემდეგი შეხვედრა კიდევ უფრო შესაძლო სავალალო სურათზე მიუთითებდეს, ხომ? აი დღევანდელი გადასახედიდან რითიც დავიწყეთ ლაპარაკი, ეს პოლიტიკოსები, რვა დაპატიმრებული პოლიტიკოსი, სამიზნე მედია, სამოქალაქო სექტორი, ახალი კანონები, რომელიც არის მიღებული ორ დღეში, ხა დაჩქარებული წესით ყველას ეხება, მე მგონი, აი ეს რა ტიპის გამოსავლის გზას სახავს ახლა, თუ კიდევ უფრო ართულებს პროგნოზს. მოდით ჩვენ ერთი რამ ვთქვათ, არნა ძალიან საკამათო თეზა ჩემი მხრიდან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ თქვენ მომცემთ ამაზის განვითარების საშუალებას, შექმნილი ვითარების გენეზისი. ჩვენ ძალიან ხშირად პრობლემების ასახსნელად თითს ვიშვერთ კონკრეტული ინდივიდების მიმართ. არც უმისამართოდ, არც უსაფუძვლოდ, რა თქმა უნდა. როცა ჩვენ წარმატების ან პრობლემის გადაწყვეტის ძიებაში ვართ, ჩვენ მესიანიზმის მომხრეები ვართ და როდესაც წარუმატებლობას განვიცდით, აქაც ვცდილობთ, რომ პერსონალური გავხადოთ პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ სურათში, რომელიც ახლა შეიქმნება, ეს არის გარკვეულწილად აი გაურკვევლობის სურათი, განსაკუთრებით საპროტესტო მოძრაობის გადმოსახედიდან, რასაც ჩვენ წინააღმდეგობის მოძრაობას ვეძახით და მე თუ მკითხავთ, ეს უკვე წინააღმდეგობის მოძრაობაც არ არის, ჩვენ მას შეიძლება როგორც ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის კვალიფიკაციაც მივცეთ. ჩვენ ასევე სარკეში უნდა ჩავიხედოთ და საკუთარი თავი დავინახოთ. არ არსებობს თუ არ არსებობს ნოყიერი ნიადაგი ამა თუ იმ მოვლენის განსავითარებლად, მანკიერი მოვლენის კულტივაციისათვის, გენერირებისათვის, რა თქმა უნდა, ის თავისით ვერ მოხდება. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ქართველმა ამომრჩეველმა და ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ქართულმა მედიამ, ისევე როგორც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარ თავს უნდა კითხონ. რა მიგვიყვანა ჩვენ ამ მდგომარეობამდე, ხომ არ არის აქ ზედმეტი პოპულიზმი, ზედმეტი კონფორმიზმი, შემგუებლობა და სხვა ის მანკიერი მოვლენები, რაც საერთოდ ქართულ ხასიათს და პოლიტიკურ აზროვნებას ახასიათებს და ესე თქვა ძალიან შეიძლება მოკლე ისეთი ნახევრად ფილოსოფიური შეფასება, ახლა რაც შეეხება გამოსავალს. ძალიან რთული არის აქ რაიმე ფორმულაზე ძებნი, ხო, მაგრამ მოკლედ რო ვთქვა, ესე ერთი არის, რომ
იმ საერთაშორისო არხების შენარჩუნება, მაგრამ აქაც მე განსაკუთრებულ მოლოდინში არა ვარ. თავარი ტვირთი ცვლილებების უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ და ერთ-ერთი დასკვნის სახით არის ადგილობრივ არჩევნებზე დავფიქრდეთ ძალიან სკრუპულოზულად. ან ერთად ვიღებთ მონაწილეობას, ან ერთად უცხადებთ ბოიკოტს. და თუ ერთად ვიღებთ მონაწილეობას, მაშინ ეს აუცილებლად უნდა იყოს საპროტესტო ამორჩევლის მოტივირება, ერთიანი სიები და მერობაზე ერთიანი კანდიდატები. სხვა რეცეპტის გამოგონება ძალიან რთული არის. დიდი მადლობა. მადლობა გადაგიხდით. დაგემშვიდობებით ვიქტორ ყიფიანი GeoCase-ის თავმჯდომარე საუბრობდა ჩვენს ეთერში. 8 საათზე ცენტრალური გამოშვების დროა. მე გემშვიდობებით.